არის დილები, რომლებიც გემოსთან ერთად რჩება მოგონებად. სწორედ ამას გთავაზობთ ბიუციკ სასტუმროს დილის საუზმე, ვინაიდან ბიუციკ სასტუმროს დილის საუზმეში მოიაზრება ქართული ტრადიციული საუზმე, სადაც არის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქართული უგემრიელესი ხაჭაპური, ბევრი ყველით, რომლის მირთმევის დროსაც არ ვიცი რა მხელა სიამოვნებაზე გადის ადამიანი. აქ არის თაფლი ნატურალური, აქ არის ნატურალური ხელნაკეთი, ჯემები, აქ არის არაჟანი, აქ არის ყველის ასორტი ჩამონათული. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია უცხოელი ვიზიტორებისათვის, ვინაიდან სწორედ ამ დროს ხდება ქართული ტრადიციული საუზმის გაცნობა. ეს იქნება მაგალითად ჩვენს მიერ, კონკრეტულად ჩვენ სასტუმროში, სადაც მივმუშაობ, ჩვენ ვაცხობთ პატარა პურებს, ცხელით, ფილი, დილით უკვე, როდესაც ვიზიტორების ხდებიან საუზმეზე, მაგ დროს მზარეულს გამოაქვს იმ წამს გაკეთებული ცხელი ხაჭაპური, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც მათ თავს აგრძნობინებს, თითქოს და ისინი იმყოფებიან საკუთარ ოჯახებში და არიან დილის საუზმეზე, რაც, რა თქმა უნდა, მერე უკვე შემდგომი დამოკიდებულებისთვის, სასტუმროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კარგად დაწყებული დილა სასტუმროში ნიშნავს, რომ შემდეგი მთელი დღეც, რა თქმა უნდა, თანამშრომლობას გულისხმობს კარგს ნებისმიერ ვიზიტორთან, იმიტომ რომ ის განეწყობა კარგად. თან მეორე ვარიანტი არის ის, რომ როდესაც ისინი მიირთმევენ ამ ქართულ ტრადიციულ კერძებს, რა თქმა უნდა, ჩემი თანამშრომლები ამ ყველაფერს უხსნიან თუ რა არის, რისგან შედგება, საიდან მოდის ეს ტრადიცია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქ არ შეგხვდებათ, როგორც არის მაგალითად ქსელურ სასტუმროებში დიდი ბუფეტები, სადაც უბრალოდ ალაგია საჭმელი და უნდა მიხვიდე და აიღო და всё, იქ თავდება ყველაფერი, იმიტომ რომ პირადად ჩემი მოგზაურობებიდანაც ყოველთვის ასე არის, სადაც მივდივარ სასტუმროებში, არის გაშლილი დიდი მაგი და სადაც ალაგია საჭმელი, არის უბრალოდ წარწერები და იქ უკვე არავინ არაფერს არ გიხსნის. თუმცა ბიუციკ სასტუმროს მთავარი ხიბლით სწორედ ეგ არის, რომ ნებისმიერ ვიზიტორს ვაცნობთ ქართულ სამზარეულოს კულტურას, რა თქმა უნდა, ნაწილობრივ, იმიტომ რომ შეუძლებელია ახლა დილით მაგალითად ხინკალს ვერ დადებთ და ეს უკვე შემდგომი ეტაპები არის და შესაბამისად ბიუციკ სასტუმროები ჩვენ ვცდილობთ, რომ დილის საუზმე იყოს ქართული, რა თქმა უნდა, არის მიქსი და არის ევროპული კერძებიც, მაგრამ ძირითადი დატვირთვა მოდის ქართულ კერძებზე და ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი არის. მე ძალიან მაინტერესებს სხვადასხვა ბიუციკ სასტუმროები საქართველოში, როგორ დილის საუზმეს თავაზობთ, თქვენს დამსვენებელს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ველი თქვენს კომენტარებს. ახლა კი დაგემშვიდობებით.